აი გულფასო მეგობრებო, შემოგვიერთდა ჩემი ბავშვობის მეგობარი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბურჩიძე. კახა, გილოცავ შენ გენახშობო. შენ როგორ ძირძო თბილისელ კაცს, თბილისობას? მადლობა, მეც გილოცავთ ყველას. ჩემ ძალიან დიდი პატივია ამდენ საპატიო თბილისელებში. ოფნა მართლა გული და სულით გილოცავ, ეს არის დღესასწაული, არა მარტო დედაქალაქის მოსახლეობა, ანუ მთელი ქვეყანა ელოდება ამ დღესასწაულს და ოჯახური დღესასწაული. აი ძალიან ბევრი ოჯახი ერთად გამოდის და უკვე იმდენი თაობა გაიზარდა ესე რომ ადამიანი რომელსაც მშობლებს დაყავდა თბილისობაზე უკვე როცა თვითონ გახდა მშობელი აგზელებს იმ ტრადიციას და კახა მე და შენ გვახსოვს პირველი თბილისობა რომ პატარები ვიყავით მაშინ 7 წლის ვიყავით როცა დაარსდა მაგრამ უკვე მოზრდილები ვიყავით სტუდენტობის პერიოდი მოლეული გქონდა როდესაც განახალდა თბილისობის დღესასწაული და ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო და შენ ძალიან კარგად გახსოვს და მინდა გაიხსენო აი ეს დრო. სხვათა შორის წელს არის 30-ე წელი ფაქტიურად რომ ეს დღესასწაული აღდგა და იყო თბილისში ძალიან დიდი პაუზა. ჩვენ ყველას გვახსოვს 90-იანი წლები, გვახსოვს ის მიზეზი, რატომაც მოხდა ეს ყველაფერი და მართლაც იყო ადამიანი დედაქალაქში, რომელმაც დაჟინებით მოინდომა დედაქალაქში თბილისობის აღდგენა რა და ამის ახსენება ვფიქრობ არავით არ შეიძლება ეს იყო ბატონი ნიკოლეკიშვილი რომელმაც ეს ახალი მისული იყო მაშინ დედაქალაქის მერიაში ალბათ 23-24 წლის ბიჭი ვიყავი და აი მართლად იმ უფერულ თბილის სადაც ავტომატის სროლები ისმოდა და აი უცებ აი ეს ფერადი დღესასწაული რა და აღადგინა და აი დღემდე 30 წელია უწყვეტად მოდის ეს დღესასწაული და ეს იყო ქომაგი თბილისის, აი არ ვიცი მზრუნველი და მე არ დამავიწყდება კიდე უამრავი თაობის აი დამკვალიანებელი, ასე ვთქვა და მე საოცარი გვერდში დგომა და ახალგაზრდების თანადგომის ნიმუში იყო. თანადგომის ნიმუში იყო და აი მე ახალგაზრდა ვიყავი ახლა 32 წლის ადამიანი რო ხარ, ერთ-ერთ დიდ თანამდებობაზე დავინიშნე და საპასუხისგებლო ძალიან. და აი მახსოვს დაახლოებით რო წარმადგინეს კოლექტივთან 1 საათის შემდეგ უცებ ირეკება ჩემთან უცხო ნომერი ავიღე და ახლა გამარჯობა ნიკოლა ლეკიშვილი მითხრა და მომილოცა დამლოცა და ყველაზე მთავარი რაც ბოლოს გააკეთა იყო ეს რომ მითხრა რომ ახლა ეს ახლა შენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა თუ როდისმე შენ რამე გადაწყვეტილების წინაშე დილემის წინაშე დადგები თუ რამე აი მაგალითად ახლა ვერ ღებულობ გადაწყვეტილებას და წირება ვინმე შევა რა გაიხსენ და იცოდე რომ არსებობს ნიკოლეკიშვილი რომელთაც შეგიძლია უბრალოდ დალეკო მიგულე შენ დიდ ამ ხელა მიშოლებაში ადამიანები აი უცხელად გეუბნები იმ ხელა სტიმული მქონდა რომ უკვე ხდებოდი რომ რაღაცა რო დამჭირებოდა მე მას აუცილებლად დაუკავშირდებოდი და ეს ჩემთვის მე გამოდგა გაკვეთილი თუ ძალიან ახალგაზრდა გავიგე რომ ვინმე დაინიშნა ჩემ ყოფილ რომელიმე პოზიციაზე აუცილებლად ურეკავ, აი მისთვის უცნობი ადამიანი, მაგრამ მან იცის ჩემი არსებობის შესახებ და ვეუბნები, იცოდე თუ რამეში დაგჭირდი და ჩემი გამოცდილება შენ თუ რაღაცაში გამოგადგება, მე ყოველთვის შენ გვერდში მიგულე და აი ვიტყვი რომ ეს ისე გამომაგდა მე ცხოვრებაში და კიდე მახსენდება 4 წლის წინ გახსოვთ კახი კალაძეს მეორედ მერობაზე, როდესაც არჩევა იყო. დაახლოებით 100 კაცზე მეტი იყო, სადაც ყველა თავის სიტყვას იძახდა და ბოლოს მიაწოდეს მიკროფონი ბატონ ნიკოლეკიშვილს და მიესალმა იქ დამსწრე საზოგადოებას და ეხლა როგორი რამე ხო ბატონ ნიკოს ჩვენთვის ჩვენი თაობისთვის მით უმეტეს შეფასება ბატონ ნიკოს 8 წლის დედაქალაქში იყო რომ ეს არის საუკეთესო მერი დედაქალაქის. კი ეს დამკვიდრებული აზრი იყო ქალაქში. და უცებ პაუზა რა ყველას რომ მოგვესალმა და გაჩვენდა და ესე თქვა რომ თბილის ესეთი მერი არ ყოლია. ახი კალაძეზე გააკეთა შეფასება და ხო ვიცი ნათქვამი როა რომ სხვისი ღირსების პატივისცემა შენი ღირსები საზომიაო რა და აი მაშინაც ჩემ თვალში კიდე მთელი სიდიადით გამიგო ბატონო ნიკო პირადად ჩემი დარწმუნებული ვარ ის ყველაფერი გაიგარეთ დიდი მადლობა გულფასო მეგობრებო მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ თბილისობის დღესასწაული უღრმესი მადლობა მოგახსენოთ მობრძანებისთვის შენ კიდე შემოძმაო ძალიან კარგად გაქვს დაცდილი ჩვენ შოუში სტუმრობა წინა არჩევნებზე გაიმარჯვა დიდი უპირატესობით ახლაც არჩევნები გაქვს წინ თბილისის საკრებულოში მაჟორიტარი კანდიდატი ხარ ავლაბრის ოლქში ქართული ოცნები და დარწმუნებული ვარ რომ ესე წარმატები დაგვირგვინდება და ახლა მოდი გადავინაცვლოთ აქეთ ჩვენი შოუ სცენისკენ სადაც ჩვენი მეგობრები შემოგვიერთებიან და საფინალოდ ერთი ლამაზი სიმღერა უნღეროთ ჩვენს დედა თბილისს
დავალ საყვარელ ქუჩებში და მიხარია ძვიმაც მძინარე თბილისი დაუნამია ეფინება გზაზე შუქი ცისფერი მიმაცილებს ნოარი ძველი სიმღერი ჩემი ნაცნობი ქუჩები ისევ მელია ძვიმის წვეთები ღამეში ჩუმად მღერია აქ არის ჩემი მთაწმინდა აქ ადგას დედა ქართლისა აქ ემღერება გულს ჩემი მიწა და მთავარი ჩემი სამშობლო აქ არის აქ ემღერება გულს ქუჩას გავყვები მეტეხთან მწვანე ჭადრებთან დაგორგასალი მაღლიდან მომესალმება დაგაშალე ჩემო სიმღერა სიყვარული გული არიღლება ჩემი ნაცნობი ქუჩები ისევ მელია ძვიმის წვეთები ღამეში ჩუმად მღერია აქ არის ჩემი მთაწმინდა აქ ადგას დედა ქართლისა აქ ემღერება გულს ჩემი მიწა და მთავარი ჩემი სამშობლო აქ არის აქ ემღერება გულს დავალ საყვარელ ქუჩებში მიხარია ძვიმას მძინარე თბილისი დაუნამია ეფინება ცაზე შუქი ცისფერი მიმაცილებს თქوارი ძველი სიმღერი ჩემი ნაცნობი ქუჩები ისევ მელიან ძვიმის წვეთები ღამეში ჩუმად მღერია აქ არის ჩემი მთაწმინდა აქ ადგას დედა ქართლისა